ალექსანდრე კახთბატონის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თავადაც უკვირდა. არ მოელოდა, რომ შვილიშვილის მემკვიდრეს შეძენა აგრერიგად გაახარებდა. რძალი მამობრივი ალერსითა და ცხვენ საჩუქრებით აავსო. სახელიც მანვე შეურჩია ახალშობილს. ჩვენ ყველას გვდევს თითო მანკი. პაპაჩემს გიორგის, მამაჩემს ლევანს, მეც ჩემს დავითსაც. იგი კი სულ სხვა ნიშატისა უნდა იყოს, სახელითაც, სწავლითაც და ზნეობითაც. მრავალი სახელი გადაჩხრიკა და თეიმურაზი დაარქვა მას. სიხარულმა მოანელებინა დავითის ონავრობაც. ზედაც ის დაერთო, რომ დავითი გიორგიმ და უკვე გზაში შეყრილმა ომანმა სრულიად სნეული მოიყვანეს კრემს. ალექსანდრეს არც კი უნახავს იგი. უფლისწულმა ძლივსღა შეძლო მწოლიარე ქეთევანთან შესვლა. არ ვინ მიიყოლა გარდა გიორგისა. შენ მომიყვანე, შენვე შემარიგე, გულით შეემუდარა ძმას, რითაც გიორგიც გააკვირვა და ომანიც. შესვლისთანავე მიეფადილა მწოლიარეს, ჩაიხარა და ვიშვიშით მოიბოდიშა, ხელები დაუკოცნა, მერმე თავის მძინარე პირმშოს ჩახედა ჩუქურთმიან აკვანში. ერთი ციცქნა თეიმურაზი პირსაც მაცუნებდა, თითქოს მამას უხმო, საყვედურს უჩურჩულებდა. ნებამოდუნებულმა და სირცხვილმორეულმა დავითმა ვერც ხელი შეახო, ვერც აკოცა. უძლურად დაბარბაცდა და საოცარი გულხვიხვინა ქვითინ სლოკინი აუვარდა. ქეთევანმა პირი ებრუნა. წადი, დაისვენე, რა სახე გადებს, რა ძალითი ფუჭებ ჯანსა და სახელს. მერმე წამოიწია. აი, შენ სულ გრძელ ძმასთან და შვილის აკვანთან შემომფიცე, რომ თავსანებებ ჰაშიშსაც და მასაც. ფიცავ, აზრ მიუცემლად ადუდუნდა დავითი. გულზე იტაცა ხელი, უფრო გაფითრდა და თავის საწოლ ოთახში ძლივს შეასწრო ისევ კრუნჩხვამ დარია ხელი. გიორგიმ უფლისწული მესაწოლებსა და მანასე დასტაქარში ატოვა, ხელში და მამასთან გაეშურა. ალექსანდრესთან ყაფლან ვაჩნაძე იყო. მე კი გამაწბილე შვილო, მაგრამ გიქებს აქციელს და ყაფლანსკან უმარდა. მე უბრძანე და არ წავიდა ძმის მოსაყვანად. რძლის სიტყვას კი ხელად დახვა. დააჯექა ახლა, მოისმინე. და გაწყვეტილ საუბარს ისევ მიუბრუნდა. ნაშა ასე ყაფლან ჩემო. რუსელჩებს მოინახულებ ძეგამს. ახალი რამ თუ იციან თერგიდან? ჩვენსას ვეცადოთ. თის განზრახვა ერთი აგურითაც წინ წავაგდოთ. შამხალი კი? ვიცი, განგებ დააგვიანებს პასუხს. მას გაეხარდება კიდევაც ელიმ შამხალს ხელებს თუ დაუსხებთ. მას ხელმოკვეთილი ძმა უფრო ძვირად უღირს. ხმა ჩაკლებულად ჩაამთავრა და გიორგის გადახედა. გუმანში თავისი ვაჟების ქიშპობა და ფარული თიშვა წამოედარდა. გიორგისაც როყიოდ მოხვდა მამის სიტყვა და ნეკერჩხალის მრუდე ჩრდილი ისევ წამოეფაფრა თვალწინ. ყაფლანმა იგრძნო,
მამაშვილს შორის ბევრი რამ იყო სათქმელს საფიქრი და წასვლას უჩქარა. როდესაც მარტონი დარჩნენ, ალექსანდრემ ახლოს მოისვა გიორგი. პირველ სიცხარემ გამიარა. ბედი აქვს დავითს. თეიმურაზის გაჩენამ. ისე მამა, რომ გული მომილვო, ასე რომ ყველაფერი დაუფარავად მითხარ. გიორგის ყველაფრის თქმა ისედაც ჰქონდა გადაწყვეტილი. მისი სულგრძელობა ნეკერჩხლის ჩრდილში დაილია. და ახლა შერცხვა. მამამ იგი უფრო სულგრძელად მიიჩნია. შუბლქუფრიანად მოისმინა მეფემ თელავის ავსუფრიანობის ამბავი. უმალ ჯანდიერი იხმოდა ვახო ვახახიშვილის, ბარამ ჩოლოყაშვილის, ჯანო ჯანდიერის და სხვა ეგრეთ წოდებულ ავსუფრიანთა დაუყოვნებლივი დაქსაქსვა თავთავიანთ დაბა სოფლებში გაძევება ბრძანა. ერთი წლით აუკრძალა მათ გრემ სასახლეში, ამ ქალაქში გამოჩენა. ზარალის ანაზღაურება კი დავითის საუფლისულო ქონებიდან დაასკვნა. აღარც დავითის მამამტე და ალბათ მთავარი მრჩეველი ომანი დაინდო. სახლთუხუცესობა მიუხლნა. იასონ ჭავჭავაძე ირჩია. პირველ ძეობის დიდ ზეიმურად გადახდას დავითის საბადმყოფობამ შეუშალა ხელი. ეგრეთ წოდებული მთის ზრახვის დაწყების დროც მოჭარბდა. მეტი დაყოვნება აღარ იქნებოდა. ალექსანდრე და გიორგი ძეგამს სასასვლელად გაემზადნენ. შინაურობაში არც გაუმხელიათ გამგზავრების მიზეზი. გიორგის არც თავისი მეუღლისათვის უთქვამს, რომ სწორედ მის სამშობლოში მის მამასთან ერთად სახიფათო ნახტომს აპირებდა. გიორგის სალihას შორის ამ ბოლო დროს დინჯი მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, მაგრამ გულთბილი სიყვარული აღარ იშვა. ეგრეთ წოდებული ერეკლეს ხელი მაინც დარჩა მათ შორის და მისგან გაჩენილი ნაჭდევი სიღრმიდან აღარ ამოხორცდა. აღარც მიჩვევა და გაშინაურება ჩამყარდა მათ შორის. არა, არც უცხოებად დარჩენილან, მაგრამ როგორღაც მუდამ ესირცხებოდათ ურთიერთის. უფრო ერიდებოდნენ, ვიდრე ელტოდნენ ურთიერთს, უფრო დუმდნენ, როცა ერთად იყვნენ და უფრო ისევდებოდნენ, როდესაც დუმდნენ. ბუნებაში ურთიერთს უთანაგრძნობდნენ კიდევაც, მაგრამ გულ შეფერებული სითბო არ იყო მათ შორის და არა. სალihა და გიორგი ურთიერთის უჩუმრად სულ ხშირად ადარებდნენ თავის მეუღლეობას ქეთევან დავითის აგრეთვე ხინჯიან უღელს. და საკუთარი მაინც უფრო საიმედოდ ეჩვენებოდათ. ახლაც წასვლის წინ ერთად ისხდნენ. ჩუმა თავთავისთვის საქმიანობდნენ, გიორგი მომავალ ლაშქრობას ვარაუდობდა. ცხენკაცსა და თარიღ ბილიკებს საფარდებდა. სალihა კი გრემის მხცოვანთა და დავრდომილთა თავშესაფრის შესაწირავ ახალუხებს ღილ კილოებს უკეთებდა. რამოდენიმე ხნის წავალმე ჩუმა ჩაისაუბრა გიორგიმ და რუსულ თოფი კედლის ჯეჯიმს ჩამოაცალა. არც ნადირობა, არც ლაშქრობა, უბრალო ზეიმსვლა. სალihამ ხელი გაუშვა ახალუხს, საქმის განზრახ გაუბრალოება იგრძნო და ამან შეაფიქრიანა. როდის? ახლა და გიორგი წამოდგა. სალihა როგორღაც უეცრად აენთო და უეცრადვე ჩაქრა. მაშინ ვილოცოთ. ქალმა არც მოუცადა პასუხს, ხატთან ჩაიჩოქა, ხელების შესამჩნევად წამოზრდილ უბეებზე მიიფარა და
უხმოდ ატოკებული ტუჩებიდან ჩუმი ლოცვა აღავლინა. ალბათ დიდი ხნით მიხვალ, ლოცვას ჩუმი კითხვა მოუხედავად ამოაბა. შენ თქვენ არ ყოფნაში რომ აი როგორც ქეთევანს მაშინ რა დავარქვა? ისევ დაჩუმდა და ჩახარა თავი. გიორგის ჩუმ მუდარად და იქნებ გაუბედავ საყვედურადაც გამოესმა სალიჰას მიერ მისი მდგომარეობის შეხსენება. შეერცხვა. სულ გამორჩა ასეთი მნიშვნელოვანი ოჯახური ვითარება. აი ლაშქრობის ყოველი წვრილმანი ვარაუდა და ოჯახური კი გამორჩა. გულმა თუ უმანკა. ჩაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ სანდომი და სასურველი სახელი ამოადგა ენის კლიტეს. გიორგი მოასწრო შეკრაკრიჭა. ой, სევდიანად აღმოხდა სალიჰას. ორივე სერეკლეს სახელი ადგა ბაგეზე. მაგრამ ორივე უკრთოდა ამ სახელს. აქ სასურველობაც იყო და შეუძლებლობაც. იესე დაარქვით უვაჟი იქნება. და თუ მოგეწონება ეს სახელი, გიორგიმ თავისთვის მოულოდნელად შეასხვაფერა. შეაკნინა პირველ ძრახვა. წამომდგარი სალიჰა გულში ჩაიკრა და გარეთ გავიდა. თან წახვა სინანული და გამოუთქმელი სევდა. მერმე მამას რომ ამოუდგა გვერდში, მოაგონდა რომ სალიჰას მამა ისე შვილის უნახავად უნდა წაეყვანა და აღესტანს და ერთმაიცის ოდესმე კიდევ ნახავდა თუ არა ურთიერთს მამაშვილი. სალიჰას თუ უთხარ რამე? ზედდამხვევით შეეკითხა კახთბატონი. არა მithქვავს რა. სევდიანად უპასუხა გიორგიმ და თავის ცხენი ოდნავ ჩამოარჩინა. მამამ ირიბად გადახედა განზრახ ჩამორჩენილ შვილს და ამოიოხრა. ყოველი მისი მახლობლის ოჯახში რაღაც შინაგანი ხიწვი თუ მან კი იდო. თუ ყოველი ოჯახი ასია. თუ ყოველ სასახლის ოჯახში. ზოგს ნეობით მოსდის, ზოგს უზნეობით. ჩანს სასახლეში არ ბუდობს პირადი ბედნიერება, არა. მწარედ დაასკვნა ბევრის მნახველმა და ცხენს დეზი კრა. საერთო მაინც გამოვიდეს. საერთო. გზადაგზა ამალა შემოიმატა მამაშვილმა. აიღაფლან ვაჩნაძე შემოეყარა თავის ვაჟები თურთ. ბებურს და თამას სრულიად ერთნაირად ჩაეწვათ. ერთფერთ ცხენებზე შემსხდარიყვნენ და მუზარადებს რომ ჩამოიწევდნენ, აღარ იყო მათი გარჩევა. მათრახით გარჩევთ, მათრახით, ეხუმრებოდა მათ გიორგი. და მართლაც, ბებურს ვერცხლისტარიანი მათრახი ეპყრო. თამას კი შვილის ფეხზე მისადაგებული მრგულად წნული თასმა. მოსაბრუნებში დავით ჯანდიერმა მათ საგანგებოდ შერჩეული და გამოწვრთნილი სადახესტნო გუნდი დაახვედრა. ჩუმად უზეიმ ხმაუროდ ჩაუდგნენ თავში სეფეს სარდალნი და გზაგანაგრძეს. ზეგამის სასახლეში ელიმ შამხალი გამზადებული დახვდათ. უკვე პასუხიც მოსვლოდა თავის მომხრეებისგან. სამურის სათავეებში ფარულადვე შეეყრებოდნენ ფარულად მოსულთ. დანიშნული ყავლიც გასრულდა, ხოლო სურხაის შამხლისაგან არავითარი პასუხი არ იყო. მეც ნუღარველით, გზამშვიდობისა. აბა გიორგი, თავსა და ხალხს გაუფრთხილდი, თავარი ომები წინაა. ახლა კი ეცადე, უსისხლოდ იყოს. ყაფლანს მოგვიანებით დაგაწევ. თავის მძახალს, ელიმ შამხალს მოყრულად დაემშვიდობა და ყველას გზა დაულოცა.
გუნდის სწრაფისვლით აეკიდა დათქმულ ყრუბილიქს და ლეკის მთების მოსავლებში შებუდრულ ტყე უღრანში გაუჩინარდა. სულ 3-ოდე დღეს არ გაევლო მათი წასვლის შემდგომ, რომ ალექსანდრეს მოლოდინმა გაუმართლა. სურხაი შამხლის შიკრიკმა საპასუხო წერილი და ძმის ნახევრად საფასური მოუტანა. იგი ყადორის გადასავლით მოდიოდა და ელიმ შამხლის პირიქით გადასვლის ამბავი ჯერ არ იცოდა. წერილი ირანულად იყო ნაწერი. ალაზნის ბატონს ჩემი პასუხი და წკეთილი სურვილები. მრავალი ხმალი და ფარი გვიტეხია ურთიერთ ბრძოლაში, მტრობაც ვიცოდით, მოყრობაც გვეცოდინება. ალაჰის შთაგონებით, ირან შაჰინშაჰის სურვილით, ჩვენი დამოყრება ბრძნულად მიჩნეულა. ახლა ალბათ მანდაც მოგეხსენებათ ჩვენი დამძახლების კეთილგონივრული, ხოლო ჩემთვის თავიდანვე სასურველი განზრახვა. თქვენი კოსტან მირზასი და ჩვენი ასულის ნიშნობა უკვე მომილოცა შაჰაბას დიდმა. თქვენი ხათრიჯამობას მიბრძანა, რაიც ჩვენ სურვილსაც ზედმიწევნით დაემთხვა. ახლა მოყრულად გწერ, დაბლად ვითხოვ შუამავლობას თქვენსას. რუსთ ხელმწიფესთან პირმისავალს, თქვენს ელჩებსაც გზას მივცემ. ჩემსასაც ვაახლებ. ურთიერთცხელი და ზურგი მივცეთ. ჩემ მხრივ დიდ სულთანთან თქვენთვის საჭირო შუამავლობას არ დავიზარებ. ხელმახელი განბანოს, დურვა ვიკმაროთ, ძახლურად და მოყრულად კეთილ ვიმეზობლოთ და ჩვენი სიბრძნის ნაყოფი ვიხმიოთ. ხელისმოწერისა და კლანჭა ბეჭდის შემდგომ ასეთი მინაწერი იყო. გიგზავნი კეთილ განძსა. გინდა ძმის საფასურად, გინდა ძახლის პირველ საჩუქრად მიირთვი, მიითვალე და იბარაქე. დახე ამ ძალით მძახალსა საიდან დამიარა? რა ფანც მიგებს? ხლა არ თავს ობობას ქსელში. კახთ ბატონმა ახლა ყაფლან ვაჩნაძეს წააკითხა და ფანც ფანდი დაუპირისპირა. დღეს ვეწახვალ. გიორგის დაეწევი, ელიმ შამხალს რომ ჩააბინავებთ ბუინაგში, მერმე კრაზანების ბუდეში ახვალ სწორსათათ ბიროზე. ერთი ადლით წინა ვართ. თუ უმალ დაიფიცა რუსთ ფარველობაზე, შიკრიკს მაახლებ, მძევალსაც გამოართმევ და ჩვენსა და რუსთ ელჩებს სტარკის გზით გაუშვებ. თუ კვლავ გააბაწილა დობილა, თერგზე აცნობე რუსთ, ზრახული ლაშქრობა დააჩქარებინე. ალექსანდრემ საქმე გაარიგა და უკანგრემს აპირებდა გამობრუნებას, მაგრამ გამოირკვა, რომ შამხლის ფანდი უფრო ღრმად ყოფილა ჩახლართული. ზეგამს შაჰაბასის სწრაფი შათիր შიკრიკი ამოვიდა. კოსტან მირზას შამხლის ასულ ზულეიხაზე დანიშვნას ულოცავდა აბასი. ელიმ შამხლის მთაში გაშვებას თხოვდა და საერთოდ ეგრეთ წოდებული ჩვენი მახლობელი მთავარის კეთილ მეზობლობას და ურთიერთშეთანხმებას ბეჯითად ურჩევდა. კახ შამხალთ გაუთავებელ დავაში უმაღლეს მსაჯულობას თავობდა. ვითომდა. რუსეთის შესახებ არც ერთი სიტყვა არ იყო დაწერილი. თითქოს ეს ვეება სახელმწიფო ჯერ არც კი მოსდგომოდა შამხალსა და კახეთს. კახთ ბატონმა პირვანდელ გეგმას ერთი რამ თავის ძარფაც დაურთო. ელიმ შამხლის განთავისუფლება ახლა შაჰინშაჰის მოთხოვნასაც მიაწერა და თავის საქმე უფრო შენიღბა. ყაფლანსაც ასევე დაავალა, არც განსაფაზურზე აიღო ხელი, მაგრამ ყაფლანის ასვლა კიდევ შეფერხდა. თაბარის საქმეს ერთი რთული გარემოებაც დაერთო. თბილისიდან მოვიდა ცნობა, რომ ქართლის მეფესთან თურქთა დიდ ჩაუში მოსულიყო. ალექსანდრე გრძნობდა,
რომ არც მას დაივიწყებდნენ სტამბოლში. მართლაც სვიმონ ქართლის მეფემ სწრაფად აცნობა კახთ ბატონს აზამ ვეზირის მიერ შემოთვლილი ეგრეთ წოდებული ზეპირი სიტყვა, იგი ისევ და ისევ საშამხლოს შეეხებოდა, მუქარაც იყო და დაყვავებაც. თერგი და ალაზანი ერთ საბრუნავში იყო მოხსენიებული და კახეთში თურქთა ციხის ჩადგმის ხელახალ განზრახვას საშამხლოში რუსთა ახალი ციხის ჩადგმას უპირისწორებდა. ალექსანდრემ რუსთ ელჩებს განუმარტა მდგომარეობა. პლეშჩეევმა თავი მოიკაჩლა და რუს ხელმწიფის ხელდებულს ნუგეში სცა. აცნობა, რომ ზასეკინის ლაშქრობა უკვე დაძრული იყო ტარკასკენ, მაგრამ ალექსანდრეს უკვე ნაწვნევი ჰქონდა ჩრდილოური ჭიანური. ყაფლან ვაჩნაძეს სიფრთხილის თვალი უფრო წაუმახვა და თაში გაისტუმრა. გიორგი ბატონიშვილმა ბებურ და თამაზმცირე გუნდით დააწინაურა. მათ აკვლევინა გზა. ჯერ ტყეჯაგნარი იყო, მაღლა წიწვნარი. უფრო მაღლა მეჯოქეთა ბილიკებს ახვნენ. მალე კი სულ უგზო-უკლოდ ავლეს ჩანისლული აღმართები. საბალახოებს კლდე ღორღიანი მოჰყვა. აქა-იქ ჩაწოლილ თოვლნარებსაც აუარეს და კავკასიონს პირიქით გადაეკიდნენ. დინჯად, ზვერვით და რიდით ვიდოდნენ მეწინავენიც და მიმყოლნიც. გიორგი ხომ სულ შენიღბულად უძღოდა ლაშქარს. მისი უბრალო ჩოხა, აბჯარას ხმულობა და სათადარიგო ცხენი არაფრით არ განასხვავებდა მას სხვა მოლაშქრისგან. ბრმად სვლას ლოდინს არჩევდნენ. ძეგამიდანაც ელოდნენ მაცნეს და ბუინაკიდანაც. თავარი ქედი რომ გადალახეს და სამურის სათავეებს გადაადგნენ, მეწინავენი ყრუ ხეობაში დაბანაკდნენ და 4 მხრივ აფრინეს კვალის ამღები. მიზვერეს ახლო და შორი მიდამო. საეჭვო არაფერი ჩანდა. მაშინ გიორგიმ თავარი გუნდიც ჩაიყვანა ქვევით. მათთან იყო ელიმ შამხალიც. იგი როგორც ასე ვთქვათ ყოობიდან გამოსყიდული, უიარაღო დიშდა ცხენზე. თიელს, კისერზე და მუცელზე ბარის ქონი დასდებოდა. თიური დაუღალავობაც დაჰკარგოდა. ფეხაბმით მისდევდა თავის სიძეს და არ იცოდა რა ელოდა წინ თავის მოუსვენარ სამშობლოში. სამურის სათავეში რამოდენიმე ხანს გაუმჟღავნებლად დაახვეს. ყრუ და ყოვლად უკაცრიელი ხეობა უეცრად აივსო ლაშქრით. ბოლოს ამოუვიდათ მაცნე. მეუღლე ელიმ შამხალს ბუინაკისა და ტარკას ამბებს ატყობინებდა. სურხაი შამხლის მოთხოვნით, კაცი ქუდზე შეყრილიყვნენ ბუინაკელნი ტარკს წასასვლელად. თერგის ციხიდან დაძრულ რუსთა წინააღმდეგ. შევაჩერე. ჯერ არ წასვლან ჩვენები. სწორედ კარგი დროა. მცირე ჯგუფს შეგახვედრე ბუინაკის გზაზე კუმუხსა და აკუშას. სურხაის შამხალს კი ჩვენთვის ახლა არასცალია. ძალიას შესახებ კი გონებ არაფერი იცის. სად მიბრძანებ თქვენს შეყრას, ჩემო ბატონო? დრო მართლაც ხელსაყრელი ჩანდა. გიორგიმ დაჩქარება გადაწყვიტა, თუმცა ყაფლან ჯერაც არ იყო გადმოსული. ელიმ შამხალმა ბუინაკში დარჩენა უბრძანა თავის მეუღლეს, ხოლო საიმედო ხალხი
გზაში შესაყრელად დაიბარა. ახლა შეცვალეს სვლის წესი. წინ ელიმშამხალი ვიდოდა ლექთა ამალით, უკან კი კახნი მისდევდნენ ჯარად, მაგრამ ჩუმად. სამურის ხეობიდან ახლა კუმუხებში გავიდნენ. ბარე ორი ქედის გადალახვა მოუხდათ. დაღესტნის აკიბულ-ჩაკიბულ და ხვლეჭივით ჩახლართულ ბილიკებზე ჩაწალიკდნენ კახნი, თვალების ცეცებით ვიდოდნენ. ლეკებთან შეყრა მაინც მოულოდნელად მოხდა. ვიწრო ხეობის მუხშიანას და წაადგნენ ურთიერთს. ყველანი შედგნენ, გარდა ელიმშამხლისა. იგი კი წინ წადგა და ხელები აღაპყრო. ლეკები უმალ დაქვეითდნენ. ელიმშამხალიც ჩადგა ფიქალზე. თეთრწვერიანი აქ-საკალები წარუდგნენ და მცირე ხალი დაუფინეს ფერხთით. ყულღანით წყალი მიართვეს და ხელფეხი დააბანინეს. ელიმშამხალმა ჩაიმუხლა და ალახს ჩუმიქება შეასხა სამშობლოში მშვიდად დაბრუნების გამო. მერმეღა მოახლოებული მოხუცნი წარფშეკრულად და პირწვერ მიუკარებლად სათაოდ ჩაიკრა მკერდში. აქვე მიეახლა თავისი ძველი მიაბჯრე. საჭურველი და იარაღი მიართვა. აქვე ყველას თვალწინ აღჭურვა და ძველი ბედაური მოჰგვარა. ახლა კი ხმა მოიღო ელიმშამხალმა. ეგრეთ წოდებულ დიდ ელჩობაზე მომავალი წარჩინებული კახნი, ასე ვთქვათ, სტუმრად იწვია და როგორც უფლებამოსილი მასპინძელი წინ თავქვე წაუძღვა ყველას. უფრო წინ კი თავის მაცნე მახარობელი გაუშვა. ხეობის თავში უკვე მოზრდილი ჯგუფი პურმარილითა და სალამ სახილებით შემოეგება. ქვევით სოფლებში დაფა ზურნითა და შელუღით ხვდებოდნენ და უკან მისდევდნენ თავის მობრუნებულ ბელადს. მალე ლეკებისა და კუმუხების ჯგუფმა სიმრავლით გადააჭარბა კახთა. გიორგი ლაშქრით თავკერძო მიდიოდა. კახნი მუდამ მზადყოფნი და მოზიდულნი იყვნენ. არც ლეკ კუმუხნი იჩენდნენ სრულ გულღიაობას. მათ შორის მეტად ბევრი სისხლი და მტრობა იყო ჩაგესლილი. ლეკთაც და ბუინაკელ კუმუხთაც სურხაის შამხალი მეტად სულდათ. მაგრამ ერთი მტრის სიძულვილს მეორე მტრის შერიგება კიდევ ხოლო გულწრფელი სიყვარული ვერაოდეს წარმოუშვია. ბუინაკში ელიმშამხლის ჩასვლა უკვე საერთო ზეიმად იქცა. ჩადრქვეშ ატირებულ ცოლს არც კი შეხედა ელიმშამხალმა. ჯერ მეტჩეც ეწვია. მერმე ჯარობას დაენახვა და თავის ზღვისპირა სასახლეში თათბირი და პურადობა ბრძანა. ლაშქრის წვევაც განაგრძო. გიორგი ბატონიშვილი ფრიად კმაყოფილი იყო. მანამ ლაშქრობისას რთული გარემოების გამო გონივრულად იცვალა თავისი ყრმობის საბრძოლო ხასიათი. დიდმა პასუხისგებლობამ მეტი წინდახედულება და სიფრთხილე მოსთხოვა. ახლა უწინდებურად მხოლოდღა ხმლის გამხედავი ვეღარ იქნებოდა და ნაზრახის პირველი ნაწილის სულ ბრძოლველად და უსისხლოდ ჩაგვირგვინება ფრიად ახარებდა. ბუინაკშიც მშვიდად გრძნობდა თავს. სურხაის შამხლის ავ გამოხდომას ჯერჯერობით არც მოელოდა. რუსთა თერგზე გამოსვლა დადასტურდა. ახლა ერთიღა იყო გადასაწყვეტი. თავად დასცემოდა თუ არა სურხაის. გიორგი ყაფლანს მოელოდა, ბოლოს ისიც მოვიდა. კახთ ბატონის დანაბარები და სურხაის შამხალთან გასაგზავნი პასუხიც მოიტანა. ელიმშამხალმა ლაშქარი რომ შემოიკრიბა,
გიორგის მოთხოვნით უმალ მოციქული აახლა უფროს ძმას, თავის მობრუნებაც და კახთ ელჩების, ასე ვთქვათ, მოყოლაც აცნობა. ეს ყოველივე სურხაი-შამხალისთვის უკვე ცნობილი იყო. მხოლოდ ეს ვერ გაერკვია ტარკას მფლობელს. რა ზღვარს აღწევდა კახთ ელიმ-შამხლის ნებსითი თუ უნებლიე, ასე ვთქვათ, მეგობრობა და ერთად გადმოსვლა? ან რა უშუალო კავშირში იყო კახ ელჩების მოსვლა ბუინაკს, ასე ვთქვათ, შაჰ-აბასის შუამავლობასთან თუ რუს ზასეკინის ვითომ და ნამდვილ თუ მოჩვენებით მოძალეობასთან? ზურგში კახელების მოულოდნელმა გამოჩენამ სურხაი-შამხალი უფრო შეაშფოთა, ვიდრე თერგზე ტაატითა და მძიმედ გადმოსულმა რუსთ ლაშქარმა. ახალი ჩახლართულობა მან უფრო ჩახლართა. ძმას ბუინაკში მშვიდობი დაბრუნება მიულოცა. კახთ ბატონის პასუხის დაუყოვნებლივ გამოგზავნა, ხოლო კახთ ელჩების დროებითი შეჩერებას თხოვა, ვიდრე ასე ვთქვათ მოძალებულ რუსებს თერგს იქით გააბრუნებდა. თავად კი რუსთ მცირე მაფერხებელი საფარი გაუჩინა, ხოლო დაღესტნისნაერთი ლაშქარი ტარკა ბუინაკის გზაზე კახთა გუნდს ჩაუსაფრა. კახთ და ელიმ-შამხლის ჭეშმარიტი განზრახვის გასაგებად სურხაი-შამხალმა მათ თავად მოუყარა საკენკი. ჯერ იყო და რუსთ მოძალება დაუდასტურა. მერმე ჭორი მოაწოდა რუსთა მიერ ტარკას მოდგომის შესახებ. მაგრამ არც კახნი იყვნენ ხამნი. ჩუმი მზვერავები გაგზავნეს. თედო ბაცაცაისძე ისევ გაუჩინარდა ბინდში და ლეკების დიდი ჩასაფრება აღმოაჩინა. გიორგიმ პასუხი დააგვიანებინა ელის-შამხალს, არც თავად დაიძრა ტარკასაკენ. საფრაჯდომა გაუგრძელდა სურხაის. რუსები კი ტყის კაფითა და გზების კვალვით ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოიწევდნენ წინ. ორიო დღეში ბუინაკში ახალი ჭორი მოვიდა რუსთა მიერ ტარკას მახლობლად ციხის აღების შესახებ. ყაროს საკენკი, ყაროს, თავისთვის ფიქრობდა გიორგი და ხელახლად მიმოსულ ბაცაცაიძეს ჭორს ამოწმებინებდა. კიდევ ორ დღეში თავად სურხაი-შამხლის დაჭრის ჭორი მოგორდა ბუინაკს. გიორგი არ იძროდა. ბოლოს ზღვით მოვიდა ნამდვილი ამბავი. მცირე წინააღმდეგობის წყალობით რუსებმა მართლაც მიაღწიეს წარმატებას. თურმანტბის ციხე მართლაც აიღეს და ტარკას უახლოვდებოდნენ. მაშინ კი იკადრა სურხაი-შამხალმა კახთათვის განზრახულ ხაფანგის მოშლა და რუსთ ლაშქრისაკენ მიბრუნება. მაგრამ პირველივე ბრძოლაში დიდი ზარალი ნახა. რუსთ ძლევა ვერ მოახერხა და ისევ ყაფირ-ყუმუხისკენ გადაუდგა მტერს და მხნედ ებრძოდა. რუსები კი ახლა მართლაც შემოადგენენ ტარკას. კახთათვის ახლა თავს დასავლელი გზა ხსნილი იყო. გიორგიმ ახლა კახთ ბატონის წიგნი მიაწია სურხაი-შამხალს. შიკრიკებად ელიმ-შამხალის კაცი და თედო ბაცაცაიზე გაგზავნა. თავად კი სალაშქროდ მოემზადა. საქმეს ბოლოს და ბოლოს ფრიად სარფაპირი უჩანდა. გიორგი დავგონება აღარც ყაფლანი, ტარკასა და ყაფერ-ყუმუხის აღებას რუს კახთა მიერ აღარ ეჭვობდნენ. კრაზანების ბუდეს დღენი დათვლილი ჩანდა. ბოლოს თითქოს სრულდებოდა კახეთის სამდენი ხნის ოცნება. რუსთ კახთა გზა გაიხსნებოდა და კახ საქართველოს, ასე ვთქვათ, ზურგი მოებმებოდა მთა ჩრდილოეთიდან. დეცაგონებელში იყო სურხაი, როდესაც ალექსანდრეს ბოლო წერილი და გარდაუვალი მოთხოვნანი მოუვიდა. მას შემდეგ, რაც არ მოხერხდა კახთა მოტყუება და ვიდრე ტარკა არ აეღოთ რუსთა, დროის მოსაგებად მოლაპარაკების დაწყება ხელსაყრელად ჩათვალა.
კახთბატონის შუამავლობით რუსთმფარველობის მიღება, რუსკახთა ელჩთათვის გზის გახსნა და უკვე დამოყრებული კახეთის მარბიელ მთიელთა გუნდების მოშლა ამ სამ საბრუნავზე მოდგა. კახ-შამხლის გაუთავებელი და ორთავ მხარისათვის დამღუპელი ქიშპობა. სურხაის-შამხალმა უმალ გამოაბრუნა შიკრიკნი და ყაფლან ვაჩნაძეს საბრძოლო ბანაკში ყაფირ-ყუმუხში მოსვლას თხოვა. საკუთარი ცხენიც კი ახლა პირველ ელჩს. კახნი დაიძრნენ. ელჩს მთელი ლაშქრობაც მიჰყვა. გიორგი მაინც ფრთხილად, ზვერვით ვიდოდა წინ. არ ჩქარობდა. რუსთა მიერ ტარკას აღებას უცდიდა. მაშინ სურხაის-შამხალი თავად მოვიდოდა კახთბანაკში. ორმაგი თამაში თითქოს კეთილ დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ უეცრად ყველაფერი შეიცვალა. ბუინაკი და ხმა მოაწვდინა ელიმ-შამხალმა. მოსკოვიდან დაბრუნებულ ირანის დესპანს ლაჩინ-ბეგს კატარღით ჩამოევლო, ელიმ-შამხალი მოეწვია უფროს ძმასთან დაებარებინა. გამაგრდეს არადათმოს რა. რუსები გაბრუნდებიან მალე. უკვე მოუვიდოდათ ხელმწიფის ბრძანება. შაჰინ-შაჰი თავობსო შუამავლობას. ელიმ-შამხალმა ლაჩინ-ბეგის სიტყვა ჯერ გიორგის აცნობა. ახლა კი კახნი ჩავარდნენ საგონებელში. უნდა ვიჩქაროთ. საშველი სისწრაფეშია, ვიდრე წავლენ რუსნი. უთათბირა ყაფლან ვაჩნაძემ. მაგრამ გიორგიმ გაერიდა ბრმა, საალალბედო ნახტომი. ერთი დღით შეაჩერა წინსვლა და ისევ მზვერავები დაგზავნა. საღამოს კი მას ბანაკში სურხაის-შამხალის მაცნე მოხუცი ლეკი მოუვიდა. გიორგი არ გამოუჩნდა. არც ყაფლანი გამოუჩინა მაცნეს. თამაზ ვაჩნაძე ესაუბრა მამის შეუძლობის გამო. სურხაის-შამხალს წინასწარი თანხმობა ზეპირად შემოეთვალა. კახთბატონის ყველა პირობას ქუდმოხტილად იღებდა და მის დესპანსა და მის მცველთა ლაშქარს ყაფირ-ყუმუხში ფეინ-დაზდაგებით იწვევდა. კახნი ცალკე შეთათბირდნენ. ყაფლანმა უკვე ეჭვი აიღო. რაღაცას ცუღლუტობს ბებერი მელა. თავად გვიახლებოდა ტარკას რომ გასაჭირიადგეს, არა? მოგწერდა მაინც რასმე. შვილს მაინც გვაახლებდა მძევლად. გიორგი ბატონიშვილმა თავი ჩაკიდა და დაასკვნა. მაშ რუსნი გასლიან ტარკას. სურხაის-შამხალმა ისევ შემოგვიბრუნა ხაფანგი. მეწავალ მცირე ამალით, ნებას ვითხოვ ბატონიშვილო, ასეთი კვანძი თუღა გამეორდება ოდესმე. ღირს თავის გადადება. გაბედულმა ცდამ იქნებ ნაყოფი გამოიყოს. ამდენ ხანს გვიშენებია. არა, ყველაფერი გათავებულია. თავს ნუ მოვიტყუებთ. კიდევ მოგვაცდუნეს. სამარცხვინოდ კი ვერსად ვერ გაგიშვებთ დიდ თავადო. გიორგი ფრთხილად ბჭობდა, მაგრამ კაცრობდა. მამა უდგა თვალწინ. ისტორად ასე მოიქცეოდა. ამ ბადეკრულში, ასე ვთქვათ, ჭირის სუფლის სიფრთხილესა და უმცდარ განჟას კაცრად სთხოვდა. რასაც მივახციეთ, ის მაინც შევინარჩუნოთ და უყოვნებლივ გაცლას ჯობს. ელიმ-შამხალსაც შვებას მივცემთ. მანახლავე, ასე ვთქვათ, საიდუმლოდ უნდა აცნობოს სურხაის ლაჩინ-ბეგის ნათქვამი. სულ ერთი ამას უფრო მეტი ეცოდინება. ჩვენ კი უნდა გავასწროთ. სურხაი ახლა ჩვენ დაგვედევნება. და არა უკან მიმავალ რუსთა. უნდა დავბრუნდეთ თუნდაც უგამარჯვებოთ, მაგრამ უმარცხოდაც.
გიორგიმ ლაშქრის აყრა, დაასკვნა, ყაფლანმა ვერაფერი თქვა, უმეტესად საბუთიერი. ხოლო ბებურმა და თამაზმა გიორგის მისცეს მხარი. დაბრძენებულ ხართ რა ინდებო? ახლა თქვენ უკეთ გიჭრით თვალი და გული. ეს ღა აღმოხდა მოხუცდა, მისმა გაკვირვებულმა ვაჟებმა მამის თვალზე სიმწრისა და გაწბილების ცრემლი პირველად შეამჩნიეს. აი დედასა, კიდევ გაგვისხლდა ფოცხვერი. ახლა ჩვენ უნდა გავუსხლდეთ. თაგვიძევს მძიმე გზად. ბეწვის ბილიკებზე ვართ გასასვლელი. შამხლის მაცნე ორჭოფული სიტყვით გაისტუმრეს. როგორც კი მომჯობინდება ყაფლან ელჩი, უმალ გეწვევით შემონათვალისა და მიმოწერის გასანახდებლად. ზავისა და მოყვრობის დასამყარებლად. ხოლო როგორც კი საკმაოდ გაიმანძილეს მაცნე, საღამოს ბინდბუნდიც დაიხელთეს და კახთ ლაშქარი უკან დაიძრა. ბუინაკს რომ მიატანეს, ელიმ შამხალს ზღვით უკვე მოსვლოდა ზედმიწევნითი ცნობა რუს ლაშქრის მიერ ტარკას ალყის მოშლისა და მოულოდნელად უკან გაბრუნების შესახებ. ისიც იცოდა, რომ სურხაი შამხალი მდევრად არც გაყოლია რუსებსო. ახლა ჩვენზე მოვა. თქვენს წინააღმდეგ ხალხს ამიმხედრებს. არც უნდა ყოფოთ ჩაულის ეს ცდა. ყრუთ მეტყველებდა ელიმ შამხალი. მას ისევ გადასწუროდა იმედი, მაგრამ სიძის მხარს მაინც არ თმობდა. ვიწრო, მაგრამ ხშირი თათბირობა ჩავარდა ბუინაკს. ცალკერძ ლეკკუმუხნით ათბირობდნენ, ცალკერძ კახნი. ხოლო ყაფლან ვაჩნაძე ყველასათვის ვითომ და მძიმე ავად იყო. ბოლოს სიძე სიმამრი დასხდნენ კლიტულში და ყველაფერი გულახდილად თქვეს. ჩემი უზდენები ასკვნიან. უკეთ უშენი ლაშქარი გაბრუნდება, ბუინაკის საზღვარში არ შემოუშვებენ მოძალადედ მოსულ სურხაის. ჩვენც უმალ წავალთ. საპატიო მოხუცები გაგვაყოლე. მშვიდად გადავლო კავკასი. საბოლოოდ ასეთი ფარგი დასდეს. კახნი ელჩის, ასე ვთქვათ, მძიმე ავადობის გამო გაბრუნდნენ. ელჩობის სიტყვა შაჰაბასის შუამავლობით გათავისუფლებულ ელიმ შამხალს დაუტოვეს. ამ მოკლე ხანში კახთ ბატონი ალბათ ახალ ელჩობას გამოგზავნიდა მთაში. ამაზე დადგნენ და გაიყარნენ. უმსხვერპლოდ, მაგრამ მთავარი მიზნის მიუღწევლად ბრუნდებოდნენ დაღურემილი კახნი. წინაკიდებულ ჩაკიდებულ ბილიკებზე ლეკკუმუხთა საპატიო მოხუცნი მიუძღოდნენ. ხოლო უკან ორცხენ შორის გამართულ ჯალამბარზე იწვა ძალად ავადმყოფი კახთბატონის ელჩი ყაფლან ვაჩნაძე. ახლოვე მოყავდათ სურხაი შამხლის მიერ, ასე ვთქვათ, საკენკად მორთმეული ცხენი. სულ უკან კი უჩინარ ჩოხაში, უჩინარ ცხენზე იჯდა და კავკასიონს პირქუშად გაყურებდა გიორგი ბატონიშვილი. დაღესტანში ლაშქრობის უმარცხო, მაგრამ უგამარჯვებო სარდალი. მაშინ გიორგიმ თავისთვის ჩუმად დადოფიცი. აღარასდროს არ დაუჯეროს მხოლოდ სიტყვას და არასდროს არ გადმოლახოს კავკასიონი. დაღესტანში არსებითად უშედეგო ლაშქრობის შემდგომ ალექსანდრე მეფემ მძიმე საყიდურით გაისტუმრა რუს ელჩობა კახეთიდან და მაინც თავისიც გააყოლა. იგი მფარველისადმი მიწერილ სიგელბარათებში ამჟღავნებდა თავის გულნაკლულობასა და საიმედო მფარველობის გარეშე ყოფნას. თავად კი ჩრდილოეთის მოლოდინის ამაო ნაცეცხლურს ვერ ცვლა ართვა ხელგული, მაგრამ
ახალ მოკავშირე თანამდგომთა ძიებას მაინც შეუდგა. ხანი ისევ სულ ახლომახლოს უბრუნა ყურადღება, გომბორს იქით გადაიხედა, ხან შორეული დასავლეთის ქვეყნებისაკენ მოუსხლტა ფიქრი, მაგრამ დასავლეთი სტამბოლის გათურქების შემდგომ ჩრდილოეთზე უფრო შორს იყო საქართველოსგან. ისევ და ისევ დაქსაქსული და დაუძლურებული ქართული ტომების სამყაროს უბრუნდებოდა ალექსანდრეს მრავალგზის მცდელი გონება. ერთმა თითქოს შორეულმა გარემოებამ კი დააჩქარა შიდა ქართული გზების ძიება. ირანიდან ფარული მაცნე ამოუვიდა ჯანდიერს. მისი ეგრეთ წოდებული ოსტატ მეგობარი დავით ომდაკეთილის მსურველი, აქ ოჩრილი ვარსკვლავის დაღოსანი ალი ხოჯა მაჰმადი ფარულად ატყობინებდა ეგრეთ წოდებულ ირან-თურქეთის ახალ ამბებს და სხვათა შორის ტკბილ მოშხამულად წერდა. დიდად სასიხარულო სურვილი აღეძრა შაჰაბას, გახთ ბატონთან ახლო დამოყრება უზრახავს, მისი ულამაზესი და უსათნოესი ასულის თხოვნა სადია. ალი ხოჯა ატყობინებდა, რომ ალე ამოვაკახեց შაჰის ელჩშუამავალი ბილი ბეი, რომელიც გაარგებს მაჭანკლობის საქმეს. ამის გამგონი ალექსანდრეს პირს გადაეცა. დიდხანს გახევებული იჯდა. თითქოს აღარც აზრი უჭრიდა და აღარც თვალის ჩინი. გულის ცგერა დაეუფლა ყველაფერს. ნუთუნესთან ეს პატარა შეუმჩნევლად გაზრდილი გოგონა ახლა უკვე გათხოვების მიჯნას მისდგომია. ულამაზესი და უსათნოესი გამხდარა და ისიც ასეთ დიდი თამაშის საგნად ქცეულა. თუ ვაჟის კონსტანტინეს უბედურება არ ეყოფა, ახლა სულის უფრო საზარელი ხელდარევის მოწმედა მონაწილე უნდა გახდეს. არა, არ იქნება ესე, არ მოხდების, არას გზით. ალექსანდრემ წარე და მოიგმინა და ჯანდიერს შეხედა. მაგრამ ჯანდიერმა იცოდა, რომ ახლა მას ვერც ხედავდა კახთბატონი. ეს სიტყვებიც მას კი არ ეხებოდა, არამედ აბას. იმ დღეს მეტი არავინ მიუღია ალექსანდრეს. ფიქრად შეიკეტა, არც ადილად გამოგზანებულა თავის ოჯახში. მეორე დღეს კი შუამთაში წასვლა ბრძანა. შუა დღემდე ელოდა მარიამ დედოფალი თავის მეუღლეს და რომ აღარ მოუვიდა, გულმა რაღაც უჩვეულო, უგზნო და ნესტანი გაგზავნა ამბის გასაგებად. თან მიზეზად შუამთის მოძღვართ მოძღვრისათვის ზოსიმე ბერდიდისათვის მისართმები საკუთრივ მარიამ დედოფლის ხელქარგული ტრაპეზის საფარი გაატანა. ნესტანი დედის მიერ მეტად ფაქიზა და მლოცველად იყო აღზრდილი. ბუნებითაც ცოტა უკარება და ჩუმი იყო. ხოლო დედის კალთა სამოფარებული სულ უჩინრად და შეუმჩნევლად არსებობდა სასახლეში. ჩვილ ბავშვობაში კისკისა სიცილი იცოდა და ხანდახან მისი ხმა მერცხლის ფრთასავით შეფართხალდებოდა დედოფლის სამყოფელში. მერმე კი რომ წამოჩიტდა. სიცილიც გაიკმინდა და დედის ლეჩაკის ლანძვებიდან შემკრთალად შეყურებდა მთელ სამყაროს და ხალხს. კახთბატონს სასახლის კიბეზე დახვდა თავისი ასული. ჰოდა ზემოდან დანახული, სულ მცირე ასაკოვნად მოეჩვენა იგი მამას. ნესტანი თუმც სადიდო კოპწია ქართულ კაბაში იყო გამოწყობილი, ამობეწვილი გულის პირითა და ჩაგვირისტებული ქამრით და მაინც ბალღად გამოსჩანდა. წვივმაღალი და წამწამ გრძელა.
მამამ თავად გამოართვა სანობათო. მოусმინა თავისი მამისა და ამალის წინაშე შემკრთალ ასულს და უსიტყვოდ ჩადგა ფეხი. მერმე შემობრუნდა. ნესტან ჩვეულა დაუძახა, მაგრამ წარეფიქრმა მამობრივი უბრალოება დააკარგვინა. ნესტან ბატონიშვილო, დედოფალთან ბოდიში მომხადე, ვერ ვინახულე. ჩამოვალ, უმალ ვნახავ. ახლა კიბის ქვედა მხრიდან შეხედა თავის გაბრუნებულ ასულს. თან წერწეტა, მაგრამ ჯერ ბავშვურად გამხდარი და მოუშუშებელი 14 წლის შვილი უეცრად შაჰაბასის ხელში წარმოიდგინა და კბილებში ხრჭიალი ჩაუვარდა. არ იქნების ესე. ჭაღარაულვაში ჩაიკბიჩა და შედგა. ამალა წინ გაუშვა და შვილს შესძახა. ნესტან ჩემო, მომიცადე, ერთად წავიდეთ დედასთან. სანობათო ზაზაკახნიაურს გადასცა და თავად სახე შესხივებულ შვილს გაჰყვა. ნესტანს მეტად უყვარდა მამა, მაგრამ საშილად ეკრძალებოდა. თითქმის ეშინოდა მისი. ახლაც ფეხაკრეფით მისდევდა მას და ნაბიჯის გასწორებას ვერ უბედაოდა. დედოფლის სამყოფში რომ შევიდნენ, მამა დაელოდა. მოდი შვილო, გვერდ შემომიდეგ და ხელი ოდნავ აჩეჩილ მხრებზე გადახვია. ნესტანი შემკრთალა ჩაეკრა მამის მკლავს და ფეხქვეშ იატაკს ვეღარ გრძნობდა. მარიამ დედას გაუკვირდა ქმრის მობრუნება. იცოდა, გზიდან მობრუნება არ უყვარდა კახთბატონს. ავადი ნიშნა და შეფრფენით შეხედა მეუღლეს. ხოლო როდესაც ალექსანდრემ ნესტანს ბუნებით გამოწყებილი წარბი გადაუსწორა, სულ შეკრთა. ალერშინა ბოლარა გოგოს მიმართ მაინც მეტად ძუნწი იყო ალექსანდრე. ნესტან ხათუნ, დაყვავებით ჩაუხმად კბილა მამა. აბა, ერთი შენი ხელით ცრემლის ავაზნიდან ლამაზი წყალი მასვიშვილო. ნესტანს ისევ უეცარი სინათლე მოეკიდა. ლოყის ორმულებში სიამისა და განსვიფრების იერმა ჩაუკურთხლავა. მიხვდა, მამა მას უკვე როგორც მოზრდილს ისე ესაუბრებოდა. ვერცხლის სურას დაცა ხელი, აქვე საყვავილეში ჩასცალა და ქოშმაშიების ამობაკუნით გადაერბინა შუშაფანდი. მეფე დედოფალი მარტო დარჩა. მარიამ დედამ უკვე იცოდა, საუბარი ნესტან შეეხებოდა და გული მოეწეწკა. ნესტანი იყო ერთადერთი შვილი, რომელიც ჯერ კიდევ შერჩენოდა მას, მხოლოდ მას. მაგრამ ალექსანდრე დუმდა. დედოფლის დარბაზის ყვავილნარს განზრახი ყურადღებით ათვალიერებდა. იცოდა მეუღლის მიმხდრობა და აფადილებდა სათქმელს. ალექსანდრე არ იყო ყვავილის კაცი. ეს მისმა მეუღლემ ყველაზე უკეთ იცოდა და უფრო აღელვებდა მისი ულოდნელი ყვავილთ ამობა. ბოლოს ალექსანდრე მიაზრა, მალე მობრუნდებოდა ნესტანი. მარიამ ჩემო, მაგის ბალღობაც გასროლდა. ყმაწვილქალობას არავინ აცლის. საპატარძლოდ შეამზადე, შეაგონე. რომ იცით, მანდილოსნებმა ისე შესაფერისად. მიკვნეტით მეტყველებდა და ყვავილებს ბურცლავდა იგი. ხოდა სასიძოზეც უნდა ვიფიქროთ. დინჯად. წინდახედულად ვიფიქროთ.
და რა შეატყო მისი თითო სიტყვა მეხის დაცემას უდრიდა დედისათვის, შეძლების დაგვარად გაშალა წარბი, ნათქვამით შეარბილა. აუჩქარებლად ვიფიქროთ, არც გვაწვიმს, არც გვაქუხს. და რა გვეჩქარება, არა? მაგრამ დროულად ვიფიქროთ მაინც. ერთადერთი გაგვაჩნია ასული. მერმე უეცრად წამოიწია და კარს მიაშურა. ახლა კი წავალ. ამგზავრებული ვარ უკვე. მაგრამა კარშიღა მიაწია ძახილი გონზე ძლივს მოსულმა დედოფალმა. თავარის კითხვა უნდოდა, მაგრამ სწორედ ეს არ სურდა ალექსანდრეს. ხო, მართლა მწყუროდა. დაასწრო, თითქოს უნებურად გააწყვეტინა სიტყვა და გარეკარში შემოსულ შვილს მიეგება წყალი შესვა. გიშველა ღმერთმა შენს ქორწილში ვიცეკვებ. აი მithქვამს. აი მახსოვრე. მე ალექსანდრე მქვია. მერმე შეჩქარებული ნაბიჯით გარეთ გავიდა და შუამთის გზას გაუდგა. ზარების რეკვით შეხვდნენ შუამთაში მეფის მობრძანებას. ზოსიმე ბერდიდი გალავან გარეთ გამოეგება და ჯერ შორიდანვე ცხენ გზიანად აკურთხა. მერმე ახლოს პირჯვარი გადასახა და მამაშვილურად ეამბორა. ზოსიმე შეთხელებულ წვერულვაში სითეთრე უფრო მომეტებულიყო, ხოლო სახეტანი შეხმობოდა. რუხ ფითრი მოსდებოდა შუბლსა და ღაწვებზე. კარგახნის უნახავებმა მრავალგზის მოიკითხეს ერთურთი. ჯერ ხმამაღლა, მერმე უფრო შედინჯებულად. ახლა მეფის ამალას მოუბრუნდა ბერდიდი. შორით აკურთხა, ზაზაკახნია ურიკი ხელთან მიუშვა. კაცრად, მაგრამ გულისხმიერად მიიკრა მკერდზე. მას მუდამ განსაკუთრებული თბილი გრძნობა ჰქონდა ზაზას მიმართ. მათი ურთიერთრტოლვა სადღაც მწიგნობრულ არეში პოულობდა თავის დასაბამსა და საკვებს. ზოსიმე საყდრისაკენ წარუძღვა ალექსანდრე მეფეს. დაწინაურდა. თავად გაუღო კარი და ალექსანდრე მის დედისეულ საყდარში და სამარხში შეუშვა. აქ კი ალექსანდრეს ეკუთვნოდა პირველობა. მან დედის საფლავთან ჩაიჩოქა, ჩუმად მოილოცა. როდესაც წამოდგა, ზოსიმე ბერდიდი უკვე შემოსილი დახვდა. მცირე პარაკლისი გადაიხადა. თავისი სასულიერო სკოლის მოწაფენი და მორჩილნი ტკბილა დაგალობა და მეფე ამალას სათითაოდ ამ საყდრის მაშენებელი თინათინისეული სანთელსეფისკვერი და თეთრი შინდის მცირე ტოტნაყოფი ჩამოურიგა. სატრაპეზოში უკვე სუფრა იყო გაშლილი. სტუმარმა სპინძლებმა მცირე წაიხემსეს, მაგრამ ალექსანდრეს გული არ უდგებოდა. ზოსიმე მიგრძნო, მას სპინძლობა მწე ბერს გადაულოცა და თეთრი შინდების ჩრდილში წასვლის საბაბი მისცა კახტ ბატონს. წელს დედის სეულში საოცრად ასხია თეთრ შინდნარს. აქ ოქრო პაპა იყო ჩემთან. ქედელი ბრძენ მოხუც. მეტად ნაამები დარჩა, მშვიდობიანობის ნიშანიაო. ასე ქონია დაცდილი. ალექსანდრემ დააუფასა თავის ბერმასწავლებელსა და გამზრდელს მიმხედვრობა და მოიარებითი მგეშისცემა. მით უფრო დაუფასა, რომ იცოდა ცრუ მორწმუნეობის არას წამდარა კაცრსა და განსწავლულს. თვალით მანახვე და ხელი შემახებინე მოძღვართ მოძღვარო. კარგა ხანია არ ყოფილ ვარ დედისეულში. წამობძანდით ბატონო. ამათ კი განაგძონ პურადობა და სუფრას განშორდნენ.
გალავნის შორეულ კუთხეში ტიხრი იყო ჩადგმული. ვიწრო გასავალში კი რკინის სალტეებიანი კარი. ამის იქით იყო დედისეული, შუამთის უმყდროესი კუთხე. კარს არც ურდული ჰქონდა, არც ბოქლომი. ალექსანდრემ დაახანა, იცოდა წესი. მიუხედავად იმისა, რომ დედისეულის კარი მუდამ ღია იყო, თეთრი შინდების მცირე ბაღნარში ზოსიმე მოძღვართ-მოძღვარის გარეშე არავინ შედიოდა. ასეთი იყო შუამთის დაუწერავი კანონი. ბერდიდი პირველი უნდა შესულიყო შიგ. ეს იყო მისი აკადემია. ალექსანდრე მოწიწებით შეყვა თავის დედისეულში ზოსიმეს. თეთრი შინდნარის ხებუჩქნარობას აამოჩრიალებდა და ნაირფერობდა მზეზე. შვილის ყურებივით აცქვეტილ ფოთლებს მრავალ საყურედ ეკიდა შინდის კომპლები. მაგრამ ჩვეულებრივი შინდი როდი იყო? ვერცხლისა და ნაღების ნარევი ფერი. უფრო ზუსტად, სპილოს ძვლისფერი შინდი იყო. ირგვლივ საამოძუზუნებდნენ ფუტკრები, ხოლო გალავანზე შეფენილ უსურვასსა და ფათალოში ჟღურტულებდნენ ბეღურები. გალავნის თავზე კი ჭყივილით ნავარდობდნენ კვირიონები. ნალისებრი მოქვიშული სავალი უვლიდა თეთრ შინდნარს, ხოლო კუთხეში, ნიშის ქვეშ, ქვას სავარძლები იყო მრგულად მოკვეთილი. ქვისავე დაბალი მაგიდის ირგვლივ კარგ დარში აქ ასწავლიდა თავის რჩეულ მოწაფეებს მოძღვართ-მოძღვარი. აქვე ჰქონდათ ხოლმე პაექრობა საუბრები წვეულ მწიგნობრებთან ან უწიგნო ბრძენებთან. ეს თეთრი შინდნარი დაედო საბაბად შუამთის აგებას თინათინ დედოფლის მიერ. თითქოს სწორედ ეს შინდნარი ენახა სიზმარში ჯერ კიდევ კახეთში გამოთხოვებამდე. ქართულმა წარმართულმა სულმა თითქმის ყოველ ქრისტიანულ სამლოცველოს წარმართული სათაყვანოც ამოუყენა გვერდში. სწორედ ეს თეთრი შინდნარი იყო შუამთის წარმართული ღვთაებაც. ალექსანდრემ მოიგონა თავის სიყრმე და ბავშვობა, უღრუბლო და უდარდელი დღეები. თეთრი შინდი ძველებურად შერჩევით მათარაში ჩაკრიფა, იგემა და კბილების მოკვეთასთან ერთად გახალისდა კიდევაც. ზოსიმეც ამოხასიათზე იყო, მაგრამ როგორც კი ჩასხდნენ ქვის სავარძლებში, უმალ მოიშორეს წვრილმანი ხალისი და თავადაც ქვაში მოკვეთილებს დაემსგავსნენ. ორ კეთილ ქართველს ბევრი ჰქონდა ურთიერთსათქმელი, ერთად თავს სატეხი. ქვეყნისა თუ ოჯახისა, ერისა თუ ბერისა. დიდხანს სტუმდნენ. ზოსიმე ჩემო, რუსთ მოშველებას არ დაადგა საშველი. ჩვენს ხელთ იყო შამხალი. ისევ აუშვეს. ალბათ თურქთა შიშით და ირანის კრძალვით ჩვენი ჩრდილო ზრახვა გვიანობს. ისევ შიდა ქართულ ძალებში უნდა ვისაშველოთ რამე. ახლა სხვაფრივ დავუაროთ საქმეს. ამის გაგონებაზე მიმხდურმა ზოსიმემ მხრები გაშალა. წინ წამოიწია. ქვაში მოულბა თითქოს, მაგრამ სიტყვა არ გააწყვეტინა თავის ნამოწაფარ მეფეს. ალექსანდრემაც თავის მხრივ იგრძნო ბერდიდის ფარულ სიხარული. ორივეს არაერთხელ ეტეხა თავი და ფარხმალი ერთიან ქართულ საქმის გასაკვალავად, მაგრამ ბერის სიხარული როდი შველოდა საქმეს. აქ კი ჩვენ სამყაროში სრული დომხალია, ქართული დომხალი. მოგზარის ორჭოფობს.
ქართლსა და კახეთს შორის კუკუდამალობანას ავად თამაშობს. სვიმონ მეფე ქართლში ძლივს არის. იმერეთში კი ძალაობს. სამცხე ხომ? ალექსანდრემ ღრმად ჩაისუნთქა, კბილების მოკვეთა უფრო მკაფიოდ იგრძნო. შინ დიდ სავსემად არა მაგიდაზე დადო, ბოვნებურად დააპნია კიდევაც. თურქნი ყველას გვემუქრებიან. მეცა. მაგრამ მათი შიში იმდენად არ ამაქვს. ღია და აშკარა მუქარაა. აქ აღარაფერია გასარკვევი. შაჰ-აბასი კი ალერსითა და ყურადღებით მავსებს. სურხაი შამხალს ხომ ძალით მიმძახლებს. თავად კი სიძობას მიპირებს. დიახ, სიძობას. ჭმუნვით გაიმეორა მან და დაპნეულ შინს ხელი მოუსავსავა. ზოსიმეც შეერხა და უფრო ღრმად ჩაჯდა ქვაში. ირგვლივ სიჩუმე დამკვიდრდა. მხოლოდ ფუტკრები უხილავი და თავგაურთმევი ფიქრებივით ზუზუნებდნენ და ზუზუნებდნენ. ყველაფერი ვთქვათ, მერმე ვაჯამოთ და ვზომოთ. ქართლისა რაც იცი, კარგი თუ აუგი მითხარ. ახლა ალექსანდრე უსმენდა კერპად და ქვაში ჩამჯდარად. თურქთა ლაშქრობის მოლოდინია ქართლში. სვიმონ მეფე კი იმერეთშია მოსამტკიცებლად. არც იქ არის კარგად საქმე. ახალგაზრდა დადიანი კერძობს. იმერეთის ტახტს ხელმძღვანელი როსტომ ეპოტინება. საქართველოთა გათიშვა და გაცალკერძოება უფრო და უფრო ღრმავდება და წიწილაკდება. ბერის წარბში ფუტკარი ჩაება. ზოსიმემ უფრო მოკუფრა ჭაღარადარეული წარბები. მერმე დინჯად გადაიტარა ხელი. ნელა იქნებ გაუგებრადაც. გაიცილა ფუტკარი და განაგრძო. ერთი კიდევ. ისიც ცუდი. სრულიად საქართველოს მაკურთხეველი მცხეთის კათოლიკოსი დომენტი თითქმის სულთმობრძავია. შიშობ მისმა სიკვდილმა არ გათიშოს ქართული ეკლესიის ძლივს დაცული მთლიანობაც. ეს ღაგვაკლდა. ორივენი დუმდნენ. ალექსანდრემ კათოლიკოსსა პატრიარქის ავადობა არ იცოდა. დანარჩენი კი უფრო წვრილადაც ჰქონდა გაჩხრეკილი და 1000-ჯერ გაზომილ-გამოზომილი. მის სწრაფად მოაზროვნე და გამჭრია ხშუბში, ახალმა აუგმაც შიდა ქართული ჭადილის ახალი ბადე-ხლართული გადაუშალა. ფუტკრის ზუზუმს ახლა კვირიონის ჭყივილ ირაო ახვა. ზეცთა ფიქრიც გომბორის იქით გადახრილიყვნენ. ნიავმაც დაბერა და თეთრი შინდების ფოთოლ ჩრდილნარიცა შრიალდა და აკანკალდა. წახვალ ქართლს, ჩუმად შეეკითხა ალექსანდრე. ზოსიმემ დიდხანს ზომა აზრით და თვალით ალექსანდრეს სიტყვა დასახე. გააჩნია. მაგრამ ალექსანდრემ აღარც დაამთავრებინა სიტყვა. ეს არც კი ეჭვებოდა მას. შეკითხვა სულ სხვა აზრი ჰქონდა. ერთ საკითხს ამოწმებდა სახელდობრ ნიკო ხოსროს საკითხს. მიხვდა, პირველი სიტყვიდანვე მიხვდა. ბერდიდიც მხარს დაუჭერდა მის ახალ განზრახვას. მიხვდა და უმალმცდელი კაცის მოუთმენრობა შეეყარა, ფუტკარებით აუზუზუნდა. ეახელ სვიმონ მეფეს. აი ჩემი მტკიცე თანადგომის ბალავარი და თარგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრედ და მემკვიდრედ. ნიკოლოს მიტროპოლიტი. ზოსიმემ წვერზე სიამით ჩაიტარა ხელი. იცოდა,
სვიმონ მეფეც სიამოვნებით მიიღებდა ასეთ პირობას. ხელი უშვას ჩემს საარაგბოს, შეიერთოს იმერეთი, განაგრძობდა ალექსანდრე. ფარულ შველას მივცემ თურქთა წინააღმდეგ, საათაბაგოშიაც და ქართლშიაც. თუ დამჭირდა, შველა მომცეს ირან შამხლის წინააღმდეგ. ასეც მოვსინჯოთ ქართულის საქმე. დაასკვნა მან და უფრო ბეჯით კილოზე გადავიდა. ჩემს ცოლის ძმას, გიორგი ამილახვარსაც მოინახულებო. ცალკე მივწერ. ყველაფერში ხელს მოგიმართავს. კიდევ ერთხელ დაახანა და სხვა მხრიდან დააბრუნა ბაასი. მან ჩარდადიანს, ჩინებულ ჭაბუკს იტყვიან. დანიშნულიც არ ვინყოლია ჯერჯერობით. აგრე მსმენია. ახლაღან მიხვდა მეფის განზრახვა ზოსიმე. მაგრამ იგი განა შაჰ-აბასის მეტოქეთ ვერ გამომადგება? ცალი ქუთუთო მოჭუდა კახთბატონმა. თითქოს ვიღაცას იღებდა მიზანში. გარდა მაგისა, არც ჩემი ნესტანია ჯერ საქორწილოში საფერი? დიახ, ეგეც. არც დრო გვაქვს. საქმის გამობმაც დასჭირდება. მაგრამ ალექსანდრეს ყველაფერი დაანგარიშებული ჰქონდა. ერთ წელს ვდებს სამაჭანკლოდ. საშუამავლოდ. ერთს ნიშნის სატარებლად. 16 წლის ქალისთვის კი ქორწილი ცალალია. ჯვარიც დაიწერვის რჯულის კანონით. მაგრამ იქამდე შაჰის მოთხოვნა ეგ ჩემზე იყოს. ჯერ შაჰის განზრახვა ფარულად მაცნობეს. მხოლოდ დროს ამოვიგებ. შუა მავალნი ჯერ არ მომსვლიან. შევეცდები. დააგვიანდეთ. უკანასკნელ სიტყვას ენის ძირი დააჭირა ალექსანდრემ და ჯანდიერი რომ ყოფილიყო აქ, ის მიხვდებოდა რას ნიშნავდა ეგრეთ წოდებული ენის დაჭერა. ზოსიმე დუმდა. შუბლი კვლავ შეკრული ჰქონდა. მაგრამ ქილვაშებში ნელ-ნელა სიამის ღიმი იტვიფრებოდა. მის წინაშე ქვაში ჩამჯდარი ალექსანდრე როგორ არ გავდა ძველ დიღმისა და თუნდაც მრგვალ დარბაზა სასახლის ალექსანდრეს. ახლა იგი კახეთთან ერთად სრულიად ქართულ გზაზე ჭირნახულობდა. მართალია მეტად ბრთხილად და მოზამილად, არც თავის ურგოდ, მაგრამ მით უფრო მტკიცედ და საფუძვლიანად. და ეს გზა ერთხმიან საქართველოს თუ ვერ შეყრიდა, ქართული მრავალხმიანი გუნდი მაინც შეხმატკბილებული გამოვიდოდა. როდის მიბრძანებთ წასვლას? ზოსიმემ თეთრი შინდი ისევ ჩაყარა წამოქცეულ მათარაში. ალექსანდრე წამოდგა. ჯერ ნიკო ხოსრო ვიწვიოთ. ზედმიწევნით ჩავთარგოთ საქმე. შევამზადოთ წვენი და ხალხი. მოსკოვის ელჩობაზე უფრო მცირე დროდი მიჩანს ქართლში თანადგომის სიტყვის მიტანა. ეგეც ჩვენი უკუღმართობა. ალექსანდრე რომ წამოდგა, მისი მაღალი ჩრდილი დედისეულ თეთრ შინდებს ტანმოხრილად გადაეფარა. თითქოს კრებდა მის ნაყოფს. თეთრი შინდები კი გომბორის სიოს ხმაზე შრიალებდნენ და მათინაერთი ჩუჩუნი სალბუნად ეფინებოდა ქვაში ჩამჯდარ მოთათბირეებს. კვირის სწორს ნუ გადავაცილებთ შინაელჩობას და მერმე ნიშნის გებით თუ დარწხვენით დასცინა. გონებ თარჯიმანი არ დაგჭირდება. გულ თარჯიმნობას კი შენზე უკეთ ვერავინ შეძლებს. მეტად დიდ მოთმინებასა და
ზნეობრივ ძალას მოითხოვს, მეტი რა გზაა? უნდა გამოვნახოთ, უნდა. იმ ღამეს ერთხელ კიდევ გაიღო თეთრი შინდნარის ბაღნარი. ამჯერად ზოსიმე მოძღვარს დიდი მოწიწებით ზაზა კახნიაური მოჰყვებოდა. შუამთის საოსტიგნოებში და მეფის სადგომში უკვე ძილი სიწყნარე და სრული სიჩუმე სუფევდა. გალავნის გარეთ მთვარის ვერცხლით გადაფენილი უღრანი ტყე შრიალებდა. კრძალვით თითქმის ფეხაკრეფით შევიდა ზაზა თინათინისეულ შინდნარში. ირგვლივ ნელ-ჩუჩუნა მყუდროება და ჩრდილებში ჩათესილი ციცინათელები შემოადგენენ. ბილიკებსა და ქვის სავარძლებს თითქოს ნივთიერება და ხროადობა დაჰკარგოდათ. ყველაფერი ლანდებად ქცეულიყო. მთვარის სოქალი აქაც ჩაკვრით წვდებოდა ყუჩ ბაღნარს. კედლებზე გასულ ფათალოს ვარჯების სიმწვანე ვერ დაეხშო. ახლა ისინი გრძელ ბეწვიანი ხალებით ეკიდნენ. შინდისთან მორჩილი და უსწორმასწორო ხებუჩქნარები ზაძამოსილ მლოცველ მანდილოსნებს გაუდნენ. ზაზა პირველად იყო თეთრ შინდნარში და გრძნობას შეფრფენილს თავი სიზმართ სამყაროში წარმოედგინა. ზოსიმე ბერდიდის დაბალი და დინჯის საუბარი ხომ უფრო უმახვილებდა ამ გრძნობას. მაშ სიბრძნე ბალახ ვარისი დაიმაცადინე? კეთილი. არსენი იყალთოელისა ან პეტრიწონელის თხზულებებს თუ ჩაუჯექი, შვილო? ჩაუჯექი, მამაო. ხშირად მიჭირს დათარგმანება. თქვენ შეწუხებას ვერ იდებოდი. ზოგი რამ იასონ ჭავჭავაძემ განმიმარტა, ზოგი ისევ დამრჩა. ხვალმა ჩვენი შვილო. მობაასენი დინჯად დადიოდნენ ირგვლივ შემოსალტულ ბილიკზე და ზაზას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ყოველი ახალი რკალი უფრო მაღლა იწევდა ცისაკენ. ლანდების სამყაროც უფრო ივსებოდა ციცინათელებით. ახლა ესეც მაუწყეს სადუნო, უცხო ენათა დაძლევაზე როგორ ბეჯითობ? სპარსულშიც გავიწაფე ენა. იასონ დივანბეგმა დამწურთნა. მალე წაგიყვანო საელჩოდ ისპაჰანს. ნუ ჩქარობ შვილო ირანს წასვლას. ბერის ფიქრი სხვაგან გასხლდა. იგი კიდევ კახთ ბატონთან დღის საუბრის გუმანში იყო. დავით ბატონიშვილის რუსული როგორღა მიმდინარეობს? ზაზა შედგა. მან ფრთხილი, წინდა ხედული საუბარი ისწავლა, მაგრამ ზოსიმესთვის პასუხის დახანებას პასუხი იყო. ვატყობ, ახალგაზრდა მასწავლებელი ვერც თუ კმაყოფილია სახელოვანი მოწაფით. იცი, დაუდგრომელი ხასიათისაა. მგონებრი თორ მგოსნობა უფრო ხელს მოსდევს, თუმც ვერც ქილილა და დამანას ახალ თარგმანი გამოსდისო. ასე მაუწყა მამა ფილიპემ. მუყაითობა აკლიაო და ქართული ლექსთა წყობაც ნაკლებად ცოდნია. ჰისტიკური და ჩახრუხაული ვერ გაურჩევია. მით უფრო ვერც წყობილი და შეწყობილი. არაფერი გამოუვა. თავი გაიქნია ზოსიმემ და ზაზას ხარზე ჩამოადო ხელი. აი, შენ უნდა ითავო ეგ. ან მაგდაგვარის საქმე. თუ მოგიწია ისპაჰანს წასვლა, იქ დროც გექნება. ჯერ კი კატეგორიებს უნდა ჩაუჯდე ბეჯითად. აი აქ, ამ ქვაზე, ხშირი პაექრობა გვაქვს. მანან ზოგნი, ნიჭიერნი, პლატონ არისტოტელეს
სიბრძნე ცოდნაში დაგჩაგრავენ. კეთილ სწავლულო. ზაზამ თავი ჩახარა. შინაგანად შერცხვა, რომ იგი პირველ ტრფიალ მონახადი და თითქოს გულ დაყუჩებული ამ ბოლო დროს ვისრამიანმა და ვეფხისტყაოსანმა ისევ გაიტაცა. ხალიანაც უყვარდა, მაგრამ გუმანით საოცნებო ტრფიალის ყრუ მოლოდინში იყო გამული და გაბრუებული. საცეცხლე მასალა ჭარბად ჰქონდა, ხოლო ცეცხლის ნაცვლად, წვისა და დაგვის ნაცვლად, ამ ბოლო დროს ტკბილ ფუფუნა ოჯახ კალაპოტი და თითქმის განცხრომა მოეფარგლა საასპარეზოდ. დიდხანს იარეს თეთრი შინდისა და მაღალი აზრების არეში მხცოვანმა და ახალგაზრდა მწიგნობარმა. მრავალი წიგნი და მეცნიერების დარგი მოიგონეს. ზეპირად იმოწმეს, მოკლედ განიხილეს. ზოსიმეს კარგახანია არ ენახა ზაზა და ახლა გულდასმით შხრეკდა მის წიგნობრულ ავლადიდებას. ბოლოს ნამები დარჩა, თუმც ისიც იგრძნო, საღვთო წერილში უფრო სუსტობდა ზაზა, მაგრამ ამ დარგის გაღარიბებისა აღარ ეშინოდა მოძღვართ. ჯერ ერთი ნიკო ხოსრო ბურჯ რჯულ-მეტყველად ედგა გვერდში, შუამთაშიაც წურთნიდა სხვა მორჩილოდ. ხვალ ჩვენს წიგნს საცავში წაგიყვან. ბევრ რას მე ნახავ, ახალს, ბერძნულსაც და ქართულსაცა. შენი უბის საქართველოც იქ მიდევს, დიახ? ზაზას სიამის ალმურმა გადაურბინა სახეზე. უკვე ვაშკაცობას შესულს და კეთილ წვრთნილს აქ ზოსიმე ბერდიდთან თავი ისევ ეჭაბუკებოდა და უფლის წულისა თუ სხვათა მასწავლებელს აქ ისევ უგბილი მოწაფის კრძალვა და რიდი ჰქონდა. ზოსიმე კი განაგრძობდა დინჯ ბას, ხოლო ყოველი ფიქრის ძირფესვში მაინც ქართლში შინაელჩობის დიდ საზრუნავი ედო. ისევე როგორც ყოველ ბინდ ბუჩქნარს ახლა უხილავი თეთრი შინდი ჰქონდა ნაყოფად. შენ ყოფილ ხარ თბილის? არა, მამაო, მოსკოვსა და სტამბოლს დიახაც. თბილის კი არა. ზოსიმეს სევდიანად გაეღიმა. ქართული გზების უკუღმართობა. მეტი არა თქვა რა, მაგრამ თბილის ზაზას წაყვანა გადაწყვიტა. რამოდენიმე დღის შემდეგ შუამთაში ნიკოლოზ მიტროპოლიტი მოეახლა თავის მას. ახლა სამთა თათბირი გახშირდა თითრ ჩინარში. მერმე შერმაზან სარდალიც იწვიეს. ფართო ელჩობას ერიდებოდნენ. საიდუმლოს დაფარვა გაჭირდებოდა. სწორედ კვირის სწორს შუამთიდან ცივ გომბორისაკენ დაიძრა კახთა ელჩიონი. ზოსიმე ბერდიდი, შერმაზან სარდალი, თამაზ ვაჩნაძე, ზაზა კახნიაური, მცირე ჩახთაურნი და გამყოლუნი. წვენ მოსაკითხავი და საჩუქრები ფრიად მრავალი და შერჩეული მიქონდათ შინაშუამავალ. ფარულად მიდიოდნენ, თითქოს უჯარმაში და მარტყოფს მიმავალნი მოკალმასენი და მეგაბრიგენი იყვნენ. ალექსანდრემ თავად გააცილა ისინი. შუამთის ალაყაფსიკით გადაჰყვა. ზოსიმეს თეთრი შინდის ნაყოფსავსე ტოტი ალამივით ჩააბარა. ქართლსაც თეთრი სიტყვა შეუთვალა ეგრეთ წოდებული და თეთრი შინდის ელჩიონსაც გზაფეინდაზობა და ნაყოფ მრავლობა უსურვა. მერმე მასთან დარჩენილ ნიკოლოზ მიტროპოლიტს მიუბრუნდა. საქართველოში
ყოველი კეთილ ქართული და მით უფრო თანადგომის საქმე ფარულად თუ გაკეთდება, მოპარულად, რომ ვერც მტერმა გაიგოს, ვერც მოყვარემ, ყველას ეწყინება. უცნაურია, უცნაური. ნეტავ რა გვჭირს ეგეთი. ალექსანდრე თელავს იყო. ახალი ცნობა რომ მოვიდა, ეგრეთ წოდებული ორ ბატონა ხოჯა მაჰმადისაგან. ამას წინა ჯანდიერმა კახთ ბატონის მოთხოვნით სიტყვა ჩახლართული წერილი გაუგზავნა იდუმალ მაცმეს. კახთ ბატონი მეტად მოხარულია ასეთი მაღალ სიძობის ზრახვით. კოჩრილი ვარსკვლავის სიბრძნემ შეაგონოს ვინმეს. მახარობლის ფარული გამოგზავნა ერთი კვირით ადრე ვიდრე დიდ მაჭანკალი წამობრძანდება კახეთს. და აი მოვიდა კიდევაც ორ ბატონამ ვინმეს პასუხი. ჯანდიერმა ასტეხა ლუქი და უმალაფრინა შიკრიკი თელავს. შააბასის დიდ მაჭანკალი მოსაკითხავებითა და საჩუქრებით დაძრულიყო გრემისაკენ. ალექსანდრე უმალ ჩამოვარდა გრემს. გზად ქალაქის მახლობლად აცნობს, რომ მისი ოჯახი მარიამ დედოფალს ახალი საყდრის მშენებლობაზე წაეყვანა. იქვე გრემის მახლობლად მარიამ დედოფლის სახსრითა და რუდუნებით შენდებოდა აღდგომის საყდარი. ალექსანდრე მოდნავ გადაუხვია გზას და მალე ახალ, ჯერ უგალავნო საყდარს მიისწვდა. მაღალ გუმბათა და მხრებგაშლილი შენობა ლაღად ადგა ირგვლივ შემოფენილ ტყე ბაღნარს. უფრო მახლობლად მაყვლის ბუჩქნარი ცოცხალ გალავნად შემოსდგომოდა ძველ დაბალ საყდარსა და ჯერ ხარაჩო მოუხსნელ ახალ ტაძარს. ალექსანდრე შორიდანვე მოესმა საამო, გულხალისიანი კისკისი. იცნონეს ტანის ხმა. ხიწვად დაესო გუმანს. მერე სხვა ქალების ჟრიამულიც მოესმა. კახთ ბატონი დაქვეით და ცხენი მიაბჯრეს მიუგდო, შორი ახლო მდგარ გუშაგებს ჩუმატყოფნის ნიშანისცა. ამალაგრემს გაისტუმრა და თავადნელი ნაბიჯით გარს შემოუარა საყდარს. ცოდნე თვალით შეეაფასა. მოეწონა დედოფლის ნაღვაწი. გარედან თითქმის ხელმომთავრებული და მზა ჩანდა ტაძარი. ალექსანდრე ახლა შიგ შევიდა ნიშის კარიდან. მაღალ ხარაჩოებზე მხატვრები დაინახა. იცნო კიდევაც. ორი რუსი იყო, ჯერ კიდევ ზვედიგოროდსკის ელჩობას ჩამოყოლილი. ორნი კი გრემელი ოსტატხელოსნები იყვნენ. საიდუმლო სერობის კედელ ხატულს შესდგომოდნენ. ორად გაენაწილებინათ საკურთხევლის ზეკამარა და თავისებური ჭიდილი ჰქონდათ. ხარაჩოს ძირში უკვე შესუქებული მათენოგირი ნიჯდა. სველ ხელადას ელამუნებოდა. თან ხმამაღლა თარჯიმანობდა რუს-ქართველ მხატვართა შორის. და რაც უფრო, ასე ვთქვათ, შრებოდა ხელადა, მით უფრო ბოხდებოდა და ძლიერდებოდა მათეს ხმა. ხარაჩოს კიბეებზე აღამად-აღამად სიბრუტი ვიტრიალებდა ტოტოჩინად წამოზრდილი სიაუში. ყალამქილები აქ-აქ ჩამოქონდა. ფერებს ურთიერთ უზავებდა, უსადაგებდა. იგი უკვე კარგა ხნის მხატვარშეგირდი იყო. ალექსანდრეს არ სურდა ხელი შეშლა.
სვეტის ჩრდილში მიდგა და თვალი მოავლო ჯერ დაუმთავრებელ სერობას. მარცხენა ფრთას რუსები ხატავდნენ, მარჯვენას ქართველნი. სერობას თითქმის ყველა მოინახე უჯდა, გარდა ორი მთავარისა. ქრისტე და იუდა ჯერ არ დაეხატათ მხატვრებს, ხოლო ამ ორთათვის განკუთვნილი ადგილი ჯერაც თეთრად გამოჩანდა შუახატულზე. რა ორას იძახიან? არ მოსწონთ ჩვენი მხარე? შენ გეუბნები მათე რუსო, აბა კითხე? ნო, კარგიაო, მაგრამ ყველანი შავ-გრემანები, ცხვირგრძელები და გულმოსულნი ჩანანო. მეტი შუკი და ოქროსფერი უნდა მიგეცათო. სერობა ვერა ურჯულოთა შეთქმულება ხომ არ არისო? ხმამახლა უთარგმნიდა მათე რუსი. მაგათი ქრისტეც ასეთი იქნებაო. ფეხების დაბანის ნაცვლად იქნებ თავებიც დააყრევინოსო სტუმრებს. ახე მაგათა, მაშ მაგათი ნაწილია უმჯობესი? ყველა მოციქული ცხვირპაჭუა, მაშ თვალება, ქერა რუსებად რომ დაგვეხატეს? აბურდული წვერულვაში და პირბრეციაობა რა საფეროა? იდუმალი სერობაა, განა ლოთ არიფანა გახლავთ. მაგათი არც ქრისტე ივარგებს და არც იუდა. ალექსანდრე ჯერ გაეცინა, მერვე ჩააფიქრა ამ გარემოებამ. საერთო ენა არც მხატვრებს გამოსდიოდათ. დიდი სურვილი იგრძნობოდა ორთა მხრივ. ამ სურვილმა მათ სერობაც კი გააყოფინათ, მაგრამ ნიშატი და მისწრაფება ფრიად სხვადასხვა ჰქონდათ. კახთა და რუსელჩთა არაერთ გზის ის შეთათბირება დარბაზობა თვალწინ დაუდგა. ყველგან სურვილიც იყო, მაგრამ ამ იდუმალი სერობის გათიშულობა მეორდებოდა. მათე რუსი ხმამაღალი როხროხით უთარგმნიდა რუს მხატვრებს ქართველი ყალმოცნების ნათქვამს და საყდრის კამარაში ნამეორები ქართულ-რუსული ძახილი ისევე გაყოფილად გამოისმოდა, როგორც სერობის შინაგანად გაბზარული სახესურათი. მხოლოდ სერობის თავზე სადა უჩუქურთმო რუსულ-ქართული ჯვარი იყო საერთო. უდავო და ვგონებ ყველაზე ნაკლებ მხატვრულიც. არიქა სიაუში, აუტანეს აღებავები. განაგძონ ხატვა ენებიც დაიბორკონ იქნება. თორემა მაგათ დავაში მეც ავირიე. აღარც ღვინო მყოფნის და არც რუსულ-ქართული სიტყვები. სიაუშმა ერთხელ კიდევ აირბინა ხარაჩო, რუს-ქართველ მხატვართ გახსნილ შეზავებული საღებავები აუტანა და ხლაგანის სვეტის ქვედაძირს მიაშურა. იქაც მოჩანდა ახალ ხატული. სვეტის ჩრდილში ალექსანდრე მეფე შენიშნა. შეკრთა. მათე რუსს მიატანა, ხელი წაჰკრა, ნოგირინი ზეზე წამოიჭრა. რუს ჯარისკაცულად ძალზე გაიჭიბა და მთელი ხმით შესძახა. კახთ ბატონს! Здравия желаю! Ура! მისმა ხმამ ხარაჩოზე მხატვრები დააფეთა, გუმბათის შიდა კამარაზე კი მტრედები. საყდრის ღია კარშიაც გაატანა და საყდარში მეფის ყოფნა ყველას გააგებინა. მარიამ დედის თაოსნობით მთელი ჯალაბობა და სტუბრები შიგ შემოზვავდნენ. აქ იყო ორი ბერძალი, გეთევან და სალიჰა. გამახარელი შვილი თეიმურას, მწარედ შესაყრელი შვილი ნესტან. სტუბრებში და მიმყოლებში ხალიანაც შეამჩნია.
კახთ ბატონი შინაურულად მიესალმა ყველას და ისევ მათე რუსს მიუბრუნდა. მაშ შენც ეხმარები მოხუცო? ბრძოლისა და სმის გარდა რამდენი ხელობა გაქვს? შენ იქ არ მუშაობდი? ჯაბა ოსტატის თოფხანაში. ხატვაც გწოდნია? მოენეც წამომიყვანეს მეფე ბატონო მომაცდინეს. ხატვრები ვერ თვისობენ. მათემ თავიზებით ხარიხასავით აიქნია. ამას მეც ვხედავ. ბაბილონის გოდოლის ამბავი გამოსდით. გათიშულის ერობაა. დინჯა დაუდასტურა ალექსანდრემ და უფრო მივახლოვდა ხარაჩოს. აბა ერთი ესეც მითხარ. შენ პირადად ვისი ხელობა უფრო მოგწონს? შენი აზრით ვინ უნდა დახატოს, ქრისტე და იუდა? და რა შეატყო? მათე რუსი ოდნავ შეყოყმან და მარიამ დედოფალი და სხვა შინაურნი ახლო იხმო. მაგრამ არც მათეს მოშორდა. აბა რუსო, გულახდილი პასუხი მინდა. აქ ელჩობაზე კი არა ვართ. საყდარში ვართ და შინაურობაში. მათე რუსახე გაებადრა. ერთხელ კიდევ ახედა უქრისტო და უიუდო სერობას, ხარაჩოზე გაშაშებულ რუს კახ მხატვრებს და სიაუშს სწავლო ხელი. ბატონო, ჩვენო მეფეო, მე თვალი ბრძოლაში უფრო მიჭრის, მაგრამ რადგან ასეა და მართალი რომ ვთქვათ, მათე შედგა, თითქოს ქართული სიტყვა დააკლდა, ენაც აებორკა, განზე გაიწია. მაშინ აქეთ მოგზანდით მეფეო. ამის ნახვა წინებეთ და განის სვეტის ძირს მიატანა. ალექსანდრე გახვა, არცხვები ჩამორჩნენ. ახალ ჯერ შეუმშრალ კედელ ხატულს წადგნენ. ეს არც მინახავს? გაუკვირდა მარიამ დედოფალს. ხელობაც ეუცხოვა. არც რუსთა ფუნჯის კვალს აგავდა, არც ქართველთა ყალმისას. სადღაც მათ შორის იყო, მაგრამ უფრო ხელმკაფიოდ და ფერშეწყობილად წარმოსახული. თვით ხატულის შიდა თქმულიც იყო საგულისხმო. გაშლილ ბადეზე ცისფერ თვალება, მაგრამ შავწვერულვაშა ქრისტე იდგა. ცალხელზე მტრედი ესვა. მეორე საკურთხევლად აღემართა. მის ფერხთით კი დახრილ შავთვალებიან, მაგრამ ქერა იუდას ზურგზე იმ გაშლილი ბადის თავთოკი მოეგდო და ორივ ხელზე გადაწოლილ თევზს თავაზობდა ქრისტეს. მაცხოვარს მზისფერი შარავანდედი ადგა თავს ირგვლივ. იუდას შავი რკალი. ხოლო ქრისტეს ფერხთით გაშლილ ბადეს წონის სართებად 30 მოზრდილი ვერცხლის ფლურიება ირგვლივ. ნახაც დიდი შინაგანი ჭვრეტა ეტყობოდა. თვით ხელობას ჯერ დაუდგრომელი, მაგრამ ფერშეხამებისა და ხაზ ჩრდილების უაღრესად მგრძნობიარე ხელი და თვალი აჩნდა. ალექსანდრე ხანდაზმულობისას მხატვრობის დიდი მოყვარული გახდა. ამიტომ იყო, რომ ყოველ თხოვნაში რუსთხელმწიფის მიმართ მეზარბაზნებთან ერთად მუდამ მხატვრებსაც ითხოვდა. მას მეტად მოეწონა
სვეტის ძირის კედელხატული. მაშ რუსო, შენ ფიქრობ, ამის ოსტატმა უნდა დახატოს იქაც? მე კი აგრე ბატონო, მაგრამ მაგის ოსტატი არ არის ჯერა. მაშ ვიღა? შეეკითხნენ ქალები. მათემ ერთი მიმოიხედა და ამაყად განაცხადა. შეგირდია. ხალიანამ უმალიცნო თავისი ნორჩი მაზლის ხელი და ქეთევან დედოფალს წაშჩურჩულა. მანაცუმალ მარიამ დედას აუწყა. უიქა, ჭაბუკისა, სიაუშის ხელობა ყოფილა. რომელისა? იკითხა მეფემ. მაგრამ მათერუსმა კვლავ რომ მოიხედა, სიაუში ვეღარსად ნახა. იგი საყდარში აღარ იყო. რუს-ქართველი მხატვრები თავად დაიტიშნენ მის საძებრად. მაგრამ ალექსანდრეს მისი უეცარი გაპარვა ყველაზე უფრო მოეწონა და ძებნელები უკან დააბრუნა. აცალეთ. ვინც ასე დროს გარბის, უკეთესის მოტანაც შეუძლია. ახლა მარიამ დედოფალს მიუბრუნდა. მეც ასე ვფიქრობ. ამან უნდა დახატოს, დაასრულოს სერობა, ოსტატიც ეგ ყოფილა და მადლიანი ნიჭიც მაგას ქონია. თქვენ რაღაც სიტყვით, დედარძლებო? რა თქმა უნდა, რა ხელი ქონია. სწორედ ეგ თუ გადააბამს, ქერას შავ-გვრევნებს. ერთმანეთს ასწრებდნენ და არწმუნებდნენ ქალები. ზედაც ქეთევანის ხელში მიყუჩებულმა ძუძუთა თეიმურაზმა ცხმა მოიღო და ყველანი გააცინა. მამა, თეიმურაზის თანახმა. მაგან რაღა იცოდა? შეატყოვე ნაცვალე. მხატვარი იქნება. მეფე და მხატვარი. შეფრფერნით ეალერსებოდა თავის ძმის წულს ნესტანი. ალექსანდრეს ისევ დარდი შემოაწვა. ო, შვილო. მაშ ეგრე იყოს. ხმადაბლა დაასკვნა და კარისკენ გასწია. აბა წავიდეთ, ამათაც ხელს ნუღარ უშლით. პურიც მაჭამეთ, ძეგამს მიმეჩქარება. გზად გამოვიარე, მომშივნია. ხმადაკლებულად ებოდიშებოდა მადილოსნებს. თავის გულშეძვრას ფარავდა. ნესტანის მაგან რაღა იცოდამ, გული ჩასწყვიტა მამას. არც ნესტანმა იცოდა, რომ ის დღეთა და საჩრდილავად შოროული ისპაჰანიდან უკვე მოაბოტებდნენ აქლემები. მოიჩქაროდნენ ცხენები. ბელგადა სანიშნო პირველ საჩუქრებიც მოქონდათ. პირველ სამაჭანკლოს სიტყვასთან ერთად უეჭველ დასტურსაც ვარაუდობდნენ. ოქრომ კედულით და მარგალიტებით მოყირბიზული პირველი ჩადრიც მოჰქონდათ. წვივ მაღალა და წამწამ გრძელა ნესტანისთვის. კახთ ბატონის უეცარი გუნების შეცვლა ვერავინ იგრძნო. გარდა ქეთევან დედოფლისა. მან ნესტანს გადასცა თეიმურაზი და მამამთილს წამოეწია. საყდრიდან გამოსული ალექსანდრე შემობრუნდა და მოახლოებული ქეთევანი რომ დაინახა, გაუკვირდა. სადაც მარიამ დედა იყო,
სხვა მანდილოსნები მუდამ უკან რჩებოდნენ ხოლმე. დედა დედოფლის მიმყოლები იყვნენ. მაპატიეთ, მამაო ბატონო. მე ვეღარ მოგაწევთ სათქმელს. დედა კი მაპატიებს წინწადგომას. მისი შვილის ბედი მალაპარაკებს. თუ ძნელ საქმეზე მიბრძანდებით ძეგამს, ნეტავ ჩემს მეუღლესაც იახლებდეთ. ამას ხა შეგთხოვთ. ძლის ნათქვამა უფრო გააკვირვა ალექსანდრე. დავით ხომ ავადაა? უკეთ გახლავთ ბატონო და ვფიქრობ, კეთილი საქმის გაკეთება უკეთაც გახდის და ღირსებასაც შემატებს ყველას თვალში. თავდახრილად დაუმატა მან. ალექსანდრე ჩაფიქრდა. შენი ყველას თვალი მამისას და მეუღლისას უფრო გულისხმობს ვგონებ. და უფრო ჩუმად ფიქრიანად დასცინა. წავიყვან. საქმის მარილიც მოითხოვს ოღონდ, თუ შემინახავს საიდუმლოს. როგორ ფიქრობ? ქეთევანმა ნამებად შეხედა თავის მამამთილს. თქვენ უკეთ მოგეხსენებათ. ჩემს მეც არ ვის გაუმხელს ამჯერად. ალექსანდრეს გულიერად გაეცინა. თავისი ჭკვიანი რძლის გულში ჩაკვრის სურვილი მოეტანა, მაგრამ ზოგი უცხო მანდილოსნის შემხედვარემ თავი შეიკავა და ჩამორჩენილ მანდილოსან გასძახა. ნესტან ჩემო, ერთი ჩემი შვილიშვილი აქ მომგვარე. ალექსანდრემ ხელი აამოსდო თიფთიკის საბანში გახოვულ ჩვილს და ძველ ნაჩვევად გულთან მიიკრა. ვერც შეამჩნია, რომ ნესტანის მსხვილ ნაწნავითან შეაყოლა ბალღის სააბამს. მამაო მისაშველე, თმა მიმეტაცა, ნაწნავი, ნუ კი გამწირავ. კისკისის შექმნა ნესტანმა და თავის დალალს დაეჭიდა. თმა მიგეტაცა? ფიქრი ისევ სხვაგან გაუსხლტა ალექსანდრეს. სახე ისევ შეეკუბრა. უგეშინია ნესტან. არ გაგწირავ. შენს ქორწილში მაინც ვიცეკვებ. უცბად მოუჭრა და ბალღი დალალიანად უკან დაუბრუნა ლამაზად დამორცხებულ ნესტანს. ქეთევანმა კი უმალი ნიშნა, რომ კახთ ბატონის სასწრაფო წასვლა ძეგამს რაღაც კავშირში იყო მის ერთადერთ ჯერ საქორწილოდ უწლოვანი მულის ბედთან.